და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში ვაშლიძვრის დასახლებაში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრია. არსებული ინფორმაციით ეს ინციდენტი ცენტრალური წყლის მილის დახეთქვამ გამოიწვია. ჩვენი გადამღები ჯგუფი ახლა ადგილზე ცდილობს სიტუაციაში გარკვევას. თამთა ჯანაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. თამთა გისმენთ. სოფელ დიღმის სასასვლელთან საცხოვრებელი სახლის დამცავი კედელი ადგილობრივების მტკიცებით მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც წყალმა ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა და ბეტონის კედელთან შეგუბება დაიწყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ იმის მიუხედავად, რომ წყალკანალში შეტყობინება დროულად შევიდა, მათ წყალკანალიდან რამდენიმე საათის დაგვიანებით გამოეხმაურნენ, რამაც განაპირობა ის, რომ ბეტონის კედლიდან გადმოხეთქა წყალმა, ჩამონგრეულმა კედელმა კი ქვეშ მოიყოლა ვერცხლისფერი მერსედესის მარკის ავტომანქანა. საბედნიეროდ არც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში და არც ავტომანქანაში არავინ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა. დილის 8 ნახევარზე დაიწყო წყალმა დინება. 8 საკლდა 15 წუთი რომ დავიწყეთ რეკვა ცხელ ხაზზე. წყალკანალის ცხელ ხაზზე. ყოველ 5 წუთში 10 წუთში ვრეკავდით, იმიტომ რომ წყალმა ძალიან დიდი რაოდენობით იმატა. გახეთქა მერე და სადღაც 9-20 წუთი იყო თუ 25 წუთი იყო წამოიღო ეს ბეტონის კედელი. კარი გავაღე, ჩამოსვლა და ხმა გავიგე. და რო გადმოვიხედე ფანჯრიდან დანგრეული იყო კედელი. კიდე კაი 5 წუთად რო ჩამოსულიყავ მანქანაში მოყვებოდი შიგნით. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დატბორილია საცხოვრებელი სახლის სარდაფი, რამაც დიდი ხნის განმავლობაში იმ შემთხვევაში თუ ყურადღება არ მიექცევა, შესაძლოა საცხოვრებელი სახლის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მოვიდა შეტყობინება წყლის სტუმრასთან დაკავშირებით. გამოცხადა დროულად ეკიპაჟი, მოვიდნენ შეისწავლეს ვითარება და იყო ცენტრალური მილი დაზიანებული წყალკანალის. წყალკანალმა დაკეტა ეს მილი და ეხლა მიმდინარეობს სამაშველო ამოთუნბითი სამუშაოები. საცხოვრებელი კორპუსში მყოფი ადამიანები წყალკანალს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ აუცილებლად სასამართლოში შეიტანენ სარჩელს. დიდი მადლობა თამთა ჯანაძეს გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.